ნამანდიდეკი და თუ გინდა გაიარე გამარჯობა ძირფასობე გამრევა ჩემი ოპერატორი მაბრაზეს წელს მე გადავწყვეტე რომ შაშა რო ცუდად მოვიქეცით არაფერი არ მოგიყევით ხოლმე YouTube-ზე ავტვირთო ვიდეოები აი თაგუ ხელს მიშლი ჩემო ლამას კარგი გაფრაზდა ფისო თაგუნა ბავშვებო და გოგოებო შვითებერვალს დავთესე მოკლედ მე ჩემი თესლები დავიწყე უკვე თესვა, იმიტომ რომ მე მაქვს გასანათებლები, ფიტონატურები და თქვენ იცით ფიტონატურების შესახებ ამნაირებიც არის მაღაზიებში მოიკითხეთ აუცილებლად, ან ასეთი პატარები, ესეთი პატარები დაგჭირდებათ და თაგუ გაჩერდი. ვა, არ გაფრთხილდეთ. ხო, კიდე ვაგროვებ კვერცხის ნაჭრს, ძალიან ბევრი მაქვს ახლა უბრალოდ ეს გაჩვენეთ, იმიტომ რომ კალს ვაკეთებთ ჩვენ ამისგან. ვაგროვებ რა თქმა უნდა ფოჩებს, კანს, ნივრის და ხახვის, ამას დავასხავ მე არაყს და გამოვიყენებ თესლების გასაღვივებლად, ანტიბაქტერიული მოქმედების ჩასატარებლად, თესლების გაღვივების პროცესშივე, მაგრამ მე მაგნევლებზეც გამოვიყენებ ჩვენ და არაყი ამიტომ უნდა დავასხათ, ერთ კვირაში ეს მზად იქნება. რაც შეეხება დათესილებს, რა თქმა უნდა, ბულგარულები და წიწაკები აგვიანებენ და მოგვიანებით მაინც ამოვლენ. მაგრამ მე ხომ მეჩქარება და სულ სწრაფი ვარ. კომბოსტო ამოვიდა, მაგრამ ეხა გაიწელება და იწელება უკვე ერთი ძალიან მისი გზია. აუცილებლად შეიძლება განათება და განათების შესახებ გითხარით, ხო. აი რას ვუზავ ეხლა მე იმ ბულგარულებს, წიწაკებს, რომლებსაც ეზარებათ ამოსულა. ესეც იცით თქვენ, მაგრამ მოდი გავიმეოროთ, გამეორებაც ოდნისდედა. დავასველებ არ წერები აქვთ, რა თქმა უნდა, დავასველებ ჩავდებ ხელსახოცში გავახვევ, ჩავდებ კონტეინერში და დავდებ თბილ ადგილას. აი ასეთ პატარა კონტეინერში თქვენ შეიძლება მთელი ბოსტანი დაგეტიოთ. რამდენიც თქვენ გესაჭიროებათ. ამ წუთას ჯერ ამ წუთას არა, ამ წუთას არ ვთესავ პომიდრებს, მაგრამ პომიდრებს ასე საერთოდ არ ვთესავ, იმიტომ რომ ისინი ჩემი თესლია და ფანტასტიურად ამოდის ჩვენი შენახული თესლი. თქვენ შეგიძლიათ პომიდორიც ამ მეთოდით დათესოთ, რომელიც ნაყიდია, იმიტომ რომ ნაყიდი თესლები მეტად არის გამომშრალი და მათ მეტად უგვიანდება დამოსვლა და ვინაიდან ჩვენ დროში მუდმივად შეზღუდულები ვართ, გვეჩქარება ამოვიდეს, მერე რო ამოვა რაღაცა პერიოდი სჭირდება რომ გაიზარდოს, პერიოდი სჭირდება ვიდრე გადავდგათ გრუნტში და ხანდახან ისე გვიან მოგვიწევს ხოლმე დათესვა რომ მერე მოსხმაც უჭერს, ხო, შესაბამისად თქვენ უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ამაზე ზრუნვა. თუ თქვენ ნაყიდი თესლი არის, განსაკუთრებით ბულგარულები, წიწაკები, ეს ზარმაცი ხალხია, ბადრიჯნები, ეგეც ზარმაცია და ის არის მცენარეა. ხო, აქ ყავისფერი ბულგარულებზე გითხარით, ამაზე გითხარით, ამას არ ახსოვასხავთ. ერთ კვირაში ეს მზად იქნება და გამოვიყენებთ. ამის ნახარშსაც ვაკეთებ. მე მგონი მეტი არაფერი მინდა ამ თვითონს გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან მეჩქარება ეხლა დავიწყო აი ამის შესება და შეგიძლიათ თქვენც იგივე განახორციელოთ, გააკეთოთ და ჩემთან დაიწყო მოკლედ სეზონი და თქვენთანაც დაიწყება თქვენი გადასაწყვეტია. გააჩნია ეხლა რამდენი მოსაგვარებელი. თუ ესენი არა გაქვთ, არ დაიწყოთ. თუ ესენი განათებები არა გაქვთ, არ დაიწყოთ. და მერე დაიწყეთ, ცოტა მოგვიანებით დღე რო გაიზრდებათ და აუცილებლად გჭირდებათ კიდე მზიანი რაფა. ესეც მნიშვნელოვანია თუ ეს არა გაქვთ. თუ ეს არ გაქვთ, მაშინ სულ ერთია. აბა მშვიდობიან დღეს გისურვებთ, კარგად იყავით და ნელ-ნელა ავტვირთავ ვიდეოებს.